კონტროლის პალატა ფინანსური მონიტორინგის შედეგებზე საუბრობს. მათია მოგელაძის განცხადებით, ორგანიზაციამ ახალი თაობა, ახალი ინიციატივა პალატას დოკუმენტაცია დროულად წარუდგინა და ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ ორგანიზაციის საქმიანობა არ უკავშირდება პოლიტიკურ პარტიებს ან პოლიტიკოსებს. რაც შეეხება რესპუბლიკურ ინსტიტუტს, ის რესპუბლიკური პარტიის მიერვე არის განსაზღვრული როგორც პარტიასთან ასოცირებული იურიდიული პირი და მან ანგარიში უკვე წარმოადგინა. ფინანსური დოკუმენტაცია არ წარუდგენია თავად რესპუბლიკურ პარტიას. არასამეწარმოო იურიდიულმა პირმა ახალი თაობა, ახალი ინიციატივა საქართველოს კონტროლის პალატის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინა მათი ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, რომლის ანალიზის შედეგად ამ ორგანიზაციის კავშირი, რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან ან პოლიტიკურად აქტიურ პირთან არ გამოვლინდა, ამ ორგანიზაციას მიღებული აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მიზნობრივი გრანტები, რაც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და შესაბამისად მათი ხარჯები არ აღმოჩნდა დაკავშირებული რაიმე პოლიტიკური შინაარსის საქმიანობასთან. რაც შეეხება რესპუბლიკურ ინსტიტუტს. რესპუბლიკური ინსტიტუტის ფინანსური ანგარიშგრუნის შესახებ ინფორმაცია ამ ორგანიზაციამ წარმოადგინა. მინდა მოგახსენოთ, რომ რესპუბლიკური პარტიის მიერვე რესპუბლიკური ინსტიტუტი განსაზღვრულია მათთან ასოცირებულ იურიდიულ პირთა შესაბამისად ეს ორგანიზაცია იმყოფება ამ პოლიტიკური პარტიის კონტროლქვეშ და ბუნებრივად ექცევა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე პრომოხით განსაზღვრულ სუბიექტად და მასზე ვრცელდება კანონით განსაზღვრული ყველა შეზღუდვები. შესაბამისად მასზე ვრცელდება ასევე საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგი სამსახურის მოთხოვნებით. აქედან გამომდინარე, მოგახსენებთ, რომ რესპუბლიკური ინსტიტუტი ვალდებული იქნება წარმოადგინოს მისი ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია კანონით განსაზღვრულ წესთა პირობებით. რაც შეეხება რესპუბლიკურ პარტიას. რესპუბლიკურმა პარტიამ უარი განაცხადა აბსოლუტურად დაუსაბუთებელი რესპუბლიკური ინსტიტუტის ფინანსური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენაზე და ჩვენთან აბსოლუტურად უპერსპექტივო სამართლებრივ დავაში შემოვიდა, თუმცა მთავარია შედეგი და საზოგადოებისათვის პოლიტიკური სუბიექტების ფინანსური საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რაც ჩვენ მთავარ მოვალეობას წარმოადგენს და რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ წარმოქმნილი ფინანსური ანგარიშგრუმა სახელზეა და ყველა დაინტერესებულ პირს მიეცემა საშუალება ამ ინფორმაციის გაცნობის. ბრიფინგს ნატა მახულაძე დაესწრო და ახლა ის ამ თემაზე უფრო დაწვრილებით ისაუბრებს. დიახ, კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა დეტალურად წარმოადგინა ის ანგარიშგრუმა, რომელიც გააჩნია ორ არასამთავრობო ორგანიზაციას. პირველი, როგორც ნათია მოგელაძემ აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციამ ახალი თაობა, ახალი ინიციატივამ დათმულ დროში, დათმულ ვადაში წარმოადგინა საკუთარი ანგარიშგრუმა, ფინანსური ანგარიშგრუმა და შესაბამისად მისი ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მას არანაირი კავშირი პოლიტიკურ პარტიასთან ან პოლიტიკურ სუბიექტთან არ აქვს. რაც შეეხება რესპუბლიკურ ინსტიტუტს, ეს ორგანიზაცია როგორც თავად საქართველოს რესპუბლიკური პარტიის მიერ არის განსაზღვრული, როგორც პარტიასთან ასოცირებული პირი, მათ წარმოადგენს საკუთარი ანგარიშგრუმა და მითითებული და ნაჩვენებია, რომ ხელფასის სახით 19 დეკემბერს ამ ორგანიზაციაში ფიზიკურმა პირმა ბიძინა ივანიშვილმა გადარიცხა 250,000 ლარზე მეტი ხელფასის სახით, მაგალითად ხელში მიჭირავს ეს დოკუმენტი, ლევან ბერძენიშვილს მიღებული აქვს 15,360 ლარი, ასევე დავით ზურაბიშვილს მიღებული აქვს 11,760 ლარი, თინა ხიდაშელს 11,560 ლარი, ივლიანე ხაინდრავას ხელფასის სახით 13,840 ლარი. დღეს ბიძინა ივანიშვილის ამ გადარიცხვაზე თავად ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ მათ დაწვრილებით არ იციან ამ გადარიცხვის შესახებ, თუმცა ამავე დროს დღეს მაია ფანჯიკიძემ განმარტა ისიც, რომ მსგავსი დოკუმენტაციის მოთხოვნა კონტროლის პალატის მხრიდან საკმაოდ უსაფუძვლოა და იწვევს არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობის შეზღუდვას. რესპუბლიკური ინსტიტუტიც არის არასამთავრობო ორგანიზაცია და ისიც მოექცა კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის ქვეშ, რაც ასევე მართალია იგი ასოცირებულია რესპუბლიკურ პარტიასთან, მაგრამ ეს არის მიღებული ფორმა სრულიად როგორც საქართველოში, ისე უცხოეთშიც და ესეც არის მიმართული იქით, რომ მათ საქმიანობას შეეშალოს ხელი და არასამთავრობო სექტორმა ვერ შეასრულოს ის ფუნქცია, რაც მას აკისრია ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში.
დღეს რესპუბლიკურ პარტიაში კომენტარს ამ თემასთან დაკავშირებით არ აკეთებენ. მე შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკური პარტიის წევრები არიან სწორედ რესპუბლიკური ინსტიტუტის გამგეობის წევრები. ლევან ბერძენიშვილი კი არის ამ გამგეობის თავმჯდომარე. ჩვენთან საუბარში ლევან ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ ის ამჟამად არის იმყოფება საავადმყოფოში და შესაბამისად კომენტარის გაკეთებას ვერ შეძლებს. ჩვენ დაუკავშირით ასევე თინა ხიდაშელს, რომელიც როგორც მისმა თანაშემწემ განგვიცხადა, იმყოფება ამჟამად თათბირზე. თუმცა 2 კვირის წინ გაკეთებულ განაცხადში, ინტერვიუში ლევან ბერძენიშვილი აღნიშნავდა, რომ ის ხელფასის სახით და ზოგადად გამგეობის წევრები ხელფასის სახით არ იღებენ არანაირი ჰონორარს, შესაბამისად მხოლოდ დაფინანსება ამ ინსტიტუტის ხდებოდა გრანტების საფუძველზე. როგორც კი მივიღებთ ამ დოკუმენტს, კანონი გვეუბნება, რომ 3 დღის განმავლობაში წარმოადგენთ, აი იმათ წარმოადგენთ ანგარიშს. წინასწარ შემიძლია ვთქვა მხოლოდ ერთი, რომ რესპუბლიკური ინსტიტუტი დაფუძნდა 2008 წელს 2 ორგანიზაციის, სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ცენტრის და თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრის შერწყმის საფუძველზე. ჯამურად ამ ორგანიზაციას აქვს განხორციელებული 50-მდე პროექტი, მიღებული არის შესაბამისად გრანტები 2008 წლიდან დღემდე, ეს იქნება ალბათ რაღაცა 200-300 ლარის ფარგლებში. როგორც დღეს კონტროლის პალატაში განმარტეს, რესპუბლიკურმა პარტიამ თავის დროზე უარი განაცხადა მასთან ასოცირებული იურიდიული პირის რესპუბლიკური ინსტიტუტის ფინანსური ანგარიშბრუნის წარმოდგენის შესახებ და არ არის გამორიცხული, როგორც დღეს აღნიშნეს კონტროლის პალატაში, მას რაიმე სანქციები დაეკისროს. ეს ნატა მახვილაძე იყო.